ვისაუბრებთ ხშირ ოფლიანობაზე, ეს არ არის იშვიათი, დაახლოებით პოპულაციის თითქმის 5%-ს აქვს და ხშირი ოფლიანობა როგორია ხა? ზოგადად ოფლიანობა ცუდი არ არის. ოფლიანობა არის გაგრილების საშუალება, ოფლიანობის საშუალებით გრილდებით, როცა გცხელა, ორთქლდება სითხე რო ორთქლდება, კარგავთ ენერგიას რო კარგავთ სითბოს. მაგრამ თუ კი ისეთ სიტუაციებში ოფლიანობ, როცა არ უნდა ოფლიანობდე, ეგ არის გადამეტებული ოფლიანობა და ეგ არის პრობლემა. მაგალითად, თუ ზიხარ სიგრილეში, ფიზიკურად არ აქტიურობ, მაგალითად, თუ ზიხარ გრილ ოთახში, ფიზიკურად არ აქტიურობ, ან მინიმალურად აქტიურობ, ისვენებ და მაინც ოფლიანობ, ეს არის გადამეტებული ოფლიანობა. ამას ქვია ჰიპერჰიდროზი. მარტივი განმარტება ეგ არის, რომ არაადეკვატურად როცა ოფლიანობს ადამიანი, ანუ სიტუაციის შეუსაბამოდ დისპროპორციულად როცა ოფლიანობს. ყველაზე ხშირი მიზეზი ეს გადამეტებული ოფლიანობის არის პირველადი ჰიპერჰიდროზი. ეს ძირითადად ვითარდება ახალგაზრდობიდან, ანუ ახალგაზრდები, რომლებიც სულ ოფლიანობენ ხელები, ხელის გულები, ფეხის გულები, იღლიები, სახე. აი ეს ადგილები უოფლიანდებათ ორივე მხარეს. იწყება ახალგაზრდა ასაკიდან და როგორც წესი ჩერდება ხოლმე ღამე. რატო ხდება ეს? იმიტომ ხდება, რომ ეს არის ძირითადად overreactive-ული, გადამეტებული სიმპათიკური ქოლინერგული სისტემის აქტივობა აი ამ ჯირკვლებზე, რომლებიც გამოიმუშავებენ ოფლს. და ეს არის მექანიზმი. და აზრი ამ მდგომარეობის არის მოკლედ, რომ ხელის გულები, ფეხის გულები, სახე, იღლიები უოფლიანდება ადამიანს ახალგაზრდობიდან. ეგ არის ყველაზე მთავარი. და 6 თვეზე მეტხანს უნდა გაგრძელდეს ეს მდგომარეობა. მკურნალობა რა შეიძლება გაკეთდეს ეგეთ დროს არის ალუმინის ქლორიდზე დამზადებული ანტიპერსპირანტები. ეგენი 15%-იანია ან 20 და ახშობს მოკლედ დროებით ახშობს ამ ფორებს, საიდანაც ოფლი გამოდის და თან აზიანებს მერე აი ამ საოფლე ჯირკვლებს და ეგ არის მექანიზმი, რითიც მკურნალობენ. ღამღამობით გამოიყენება 7 ღამის განმავლობაში მაგალითად, მერე კვირაში ერთხელ ან კვირაში ორჯერ ღამე გამოიყენება, დილით უნდა დაიბანოს ადამიანმა და ეგ არის აზრი. ხო, აქ აზრთა სხვადასხვაობა იყო, რა თქმა უნდა და არის, რომ ხო არ იწვევს სიმსივნეებს, რაღაც გრძელვადიან პრობლემებს და ასე შემდეგ. მოკლედ რაც თანამედროვე კვლევები რასაც აჩვენებს, რამე მნიშვნელოვანი ეგეთი რომ სიმსივნე გამოიწვევს, ეგეთი პირდაპირ გავლენა არ აქვს. ახლა ის რაღაცა ადამიანის შიში შეიძლება კონდეს, მაგრამ რეალურად დადგენილია, რომ აი პრაქტიკულად უმნიშვნელოა ის დოზა, რაც შეიწოვება აი ამ ალუმინის ქლორიდის. ამიტომ რამე მნიშვნელოვანი გავლენაა მოკლედ ორგანიზმზე უარყოფითი არ აქვს. ეგ არის ამ ეტაპზე კონსენსუსი რაც არსებობს. მეორე მკურნალობის გზა რაც არის, ეს არის ბოტოქსი. ბოტოქსი ოღონდ ის არა ტუჩის და ლოყების და ეს არა. ბოტოქსი თვითონ იგივეა, კი, მოლეკულა იგივეა რა თქმა უნდა, მაგრამ აზრი ის არის, რომ ამ აცეტილქოლინს ბლოკავს, აცეტილქოლინის სიმპათიკურ ნერვებს ბლოკავს, რაც ასტიმულირებს საოფლე ჯირკვლებს და ეგრევე ბლოკება მერე აღარ გამოიყოფა ოფლი. ეხლა ეს ბოტოქსი ეფექტურია ძალიან განსაკუთრებით იღლიებისთვის, არაპრაქტიკულია ხელის გულებს და ფეხის გულებს და არ გამოიყენება როგორც წესი, მაგრამ პრობლემა რაში აქვს ეხლა? ეფექტურია ძალიან, ოღონდ მტკივნეულია, უსიამოვნოა, ჭირდება ბევრი მრავალჯერადი ჩხვლეტები იღლიაში, რაც ძალიან არაკომფორტულია და თან განმეორებადი, ანუ ეფექტი არა სამუდამო, ერთხელ შეიძლება გაიჭიროს ადამიანმა და ისევ დაბრუნდება. მოკლედ, აი ეგ არის პრობლემა, რაც ბოტოქს აქვს, თუმცა ეფექტურობა ნამდვილად მაღალია. შემდეგი რაც გამოიყენება მკურნალობისთვის, აი ამ პირველადი ჰიპერჰიდროზისთვის, ანუ ჭარბი ოფლიანობისთვის, არის იონტოფორეზი, ეს არის განსაკუთრებით ხელის გულების და ფეხის გულებისთვის, არის დაბალი ვოლტაჟის ელექტრული სიგნალები, დინება მოკლედ დენის დარტყმა, სხვა სიტყვებით რო ვთქვათ. და
ზაშება ანუ საოფლე ჯირკვლების ტრანსპორტს არღვევს და შესაბამისად ოფლის წარმოქმნას უშლის ხელს. მაღალ ეფექტურია, თითო სესია დაახლოებით 30 წუთი გრძელდება და კვირაში ჭირდება დაახლოებით 5 სესია და შემდეგ ჭირდება ერთ ან ორ კვირაში ერთხელ თითო სესია. ეს არის შედეგი როგორც წესი სტაბილურია, უსაფრთხოა და უბრალოდ ადამიანს შეიძლება დაბუჟების შეგრძნება ქონდეს ხელებში, კანის სიმშრალე ქონდეს. კიდე არის რაღაცები, აი ადგილობრივი ანტიქოლინერგული წამლები მაგალითად, რომელიც კრემებია ან არის ხელსახოცებივით, სველი ხელსახოცებივით და ეგენი აცეტილქოლინის რეცეპტორებს ბლოკავენ, ეგ არის მაგათი მექანიზმი. ეფექტური არის, ერთხელ დღეში გამოიყენება ხოლმე როგორც წესი და შესაძლებელია მისი გამოყენება. ასევე იშვიათად, მაგრამ მაინც გამოიყენება ხოლმე დასალევი წამლები, ოქსიბუტინი მაგალითად, რომელიც იმდენი გვერდითი ეფექტები აქვს მოკლედ, რომ მისი ოფლიანობას რო უშველის, ეგ არ ჭირდება ადამიანს. ამიტომ ძალიან იშვიათად რომ გამოიყენო იწოს პირის სიმშრალეს, შეკროლობას, ბუნდონად ხედვას, საშარდე შეკავებას, თავის ტვინზე ცუდად მოქმედებს, მოკლედ არ არის კარგი. და ბოლო იმედი რაც არის ხოლმე არის, რასაც მიმართავენ ხოლმე, არის ქირურგია, ქირურგიულად არის სიმპათიურ ნერვულ სისტემის ნერვს გადაჭრიან და აი ესე ადამიანი აღარ ოფლიანობს, მაგრამ მანდაც არის ერთი დიდი მინუსი, რომ იქ რო გადაჭრი და რო აღარ ოფლიანობ, მაგალითად თქვათ სახეზე და ეს ზედანაწილში ოფლიანობას იწყებს სხვაგან, ანუ კომპენსატორულად. ანუ ეგ არის მაგის დიდი პრობლემა. ამიტომ თუ სხვაგზა არ აქვს, ადამიანს მიმართავს ქირურგიას და თუ აქვს სხვაგზა კიდე დაანებებს თავს. მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი ოფლიანობის არის მენოპაუზა და მენოპაუზის მიმდებარე ტერიტორიები, დროები ქალის ცხოვრებაში. ქალების თითქმის 80%-ს ემართება ეგ. და აქ ახლა მთავარი როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ეს ოფლიანობა ის არის. ანუ ალებს რომ ეძახიან წამოხურება რომ ემართებათ ქალებს, მაგასთან ერთად წამოასხავს ოფლი ძირითადად სახეზე, კერდის ნაწილზე, ზედა ნაწილში ხდება ხოლმე ეს ოფლიანობა. ძირითადად ღამის ოფლიანობაც ახასიათებს, ზოგჯერ გულის აჩქარებებიც ემართება, ზოგჯერ შეიძლება გეგონება წამოხურების გრძნობა ქონდეს, ეპიზოდურია, რაც მთავარია, ანუ მუდმივად კი არ ოფლიანობს, აი რამდენიმე წუთის განმავლობაში უცებ წამოახურებს და გაოფლიანდება ადამიანი ეგრეა. ძალიან ხშირია მოკლედ ეს, ქალების თითქმის 80%-ს ემართება და დაახლოებით 7-9 წელი გრძელდება. და არიან ქალები, რომელსაც 10 წელზე მეტიც უგრძელდებათ ეს მდგომარეობა. ახლა რაშია საქმე? ესტროგენები ჩვენ თავის ტვინში არსებობს ნორმის თერმორეგულაციის თერმონეიტრალური ზონა. ახლა რას ნიშნავს თერმონეიტრალური ზონა? რომ ჩვენ ორგანიზმი აღიქვას აქედან აქამდე ნორმალურ ტემპერატურასთან. როცა ესტროგენები კლებულობს, აი ეს იცვლება რა, ეგ იცვლება და ადამიანის თერმონეიტრალური ზონა ვიწროვდება ძალიან და ოდნავი პატარა იქით და ოდნავი პატარა აქეთ იწვევს აი ამ შეგრძნებებს და ეგ არის რატომაც ქალებს ემართებათ ხოლმე, ეგ ესტროგენ დამოკიდებული პროცესია, ესტროგენი მჭირდება. ქალი როცა მენოპაუზაში გადის, ესტროგენების დონე უმცირდება მნიშვნელოვნად. აი ამიტომ ხდება ეს ამბები. და ტრიგერები შეიძლება იყოს მაგ დროს რა, შეიძლება ცხელი სასმელი დალიოს, ალკოჰოლი, ან მწარე, ან სტრესი, ან უბრალოდ ცოტა ესე ეცვას, არა შებოჭილად ეცვას რა და მაგაზე მჭიდროდ ეგრევე დაეწყოს შეიძლება. ძირითადად 55 წლის ასაკში უვითარდებათ ხოლმე და პლუს მინუსით მე გრძელდება აქეთ იქით. შეიძლება გაგრძელდეს უფრო დიდხანსაც. კონტექსტს აქვს მნიშვნელობა რა თქმა უნდა. ანუ ეს პერიმენოპაუზალურ ასაკში უნდა იყოს ქალი, ან მენოპაუზის გარშემო წლებში უნდა იყოს და ეს არის ეპიზოდური მოდელი აქ. ანუ ეპიზოდურად ვითარდება, ანუ დღე და ღამე არ ოფლიანობს. წამოულის და ისე ოფლიანობს. ეგ არის ყველაზე მთავარი მან რაც უნდა გავითვალისწინოთ. მკურნალობას რაც შეეხება ჰორმონებით მკურნალობა ხდება ხოლმე სიმპტომების. ოღონდ მან პრობლემა რა არის, რომ შესაძლებელია ჰორმონებით მკურნალობა, რა თქმა უნდა,
და სიმპტომებს შველის კარგად, ანუ ესტროგენებს აძლევენ. ანუ ან ესტროგენს და პროგესტერონს და ან ესტროგენს მხოლოდ. თუ მაგალითად ამოღებული აქვს საშვილოსნო ქალს. ხო. ეხლა რაშია აქ ცოტა პრობლემა სად ხდება? პრობლემა არის, რომ ეს ესტროგენები ასაკში, ხო? შეიძლება დაასტიმულირონ სიმსივნის ზრდა და ეგ არის ცოტა ისა ან ქალის სიმსივნეები, მოკლედ ეს მკერდის საშვილოსნო სიმსივნე, ესენი ჰორმონ დამოკიდებული სიმსივნეებია, ბევრი, ანუ არა ყველა, მაგრამ ზოგიერთი ვარიანტი არის ჰორმონ დამოკიდებული. აი ესტროგენებზე დამოკიდებულია და ესტროგენების დონე რო იმატებს, მოკლედ მის ასაკში, ამან შეიძლება სიმსივნის ზრდა დაასტიმულიროს. ამიტომ არის ხოლმე, რომ ჰორმონების მიცემისგან თავს იკავებენ, თორე ძალიან მარტივი გადაწყვეტა იქნებოდა მენოპაუზის მისცემენ ყველას ჰორმონებს და იქნებოდა ქალი ძალიან ახალგაზრდულად, მაგრამ ესე ვერ ხდება სამწუხაროდ. ამიტომ არის რომ ზოგ შემთხვევაში გამართლებულია, თუ რამე რისკებია არ არის გამართლებული. ნეუროკინინ 3 რეცეპტორების ანტაგონისტებია კიდე წამლები, რომლებიც აი ამ მოქმედებს ეფექტური აღამისოფლიანობაზე, მენოპაუზასთან დაკავშირებულ ღამისოფლიანობაზე და ამ ალებზე, წამოხურებაზე შესაბამისად გამოიყენება. ეფექტურია რა, ეგეც მუშაობს. ზოგჯერ ნიშნავენ ხოლმე ანტიდეპრესანტებს, ზოგჯერ ნიშნავენ გაბაპენტინს და ესე. ანუ შესაძლებელია ეს ანტიდეპრესანტებიც, მაგრამ აი აქა ძალიან საინტერესო, რომ ანტიდეპრესანტები მაშინ როცა ზოგ ქალს შველის ამ წამოხურებისას და ოფლიანობისას ზოგ ქალში პირიქით იწვევს სიმპტომებს და ეგ არის მეოთხე ყველაზე ხშირი მიზეზი წამლები, უმეტესად ანტიდეპრესანტები იწვევენ გადამეტებულ ოფლიანობას და ეგ არის რომ სეროტონინი და ნორადრენალინის აქტივობის მომატება ტვინში გადართავს მოკლედ აი ამ სითბოს განაწილების პროგრამას და იწვევს ვაზოდილატაციას, ანუ სისხლის გაფართოებას და ოფლიანობას და ეგ არის ამიტომ ადამიანები რომლებიც იღებენ ანტიდეპრესანტებს, მათი თითქმის 20% უჩივის გაძლიერებულ ოფლიანობას. ეგ არის საქმე. ამ დროს რა რისკი შეიძლება? ერთ შესაძლებელია რომ შემცირდეს დოზა, ან დოზის შემცირება თუ იღებს და როცა იღებს ადამიანი ანტიდეპრესანტს, ან განართვა სხვა ანტიდეპრესანტის მოსინჯვა, რომ აი რამდენად ეფექტურია ის სხვა. იმიტომ რომ მნიშვნელობა აქვს რომელ ანტიდეპრესანტს იღებს, შეიძლება ერთის მიღების შემთხვევაში ადამიანს ქონდეს ეს გვერდითი ეფექტი, მეორე შემთხვევაში არ ქონდეს. ამიტომ ანტიდეპრესანტის შეცვლა არის ხოლმე ესეთ დროს ერთ გამოსავალი, ახლოს მდგომით. მეოთხე, ყველაზე ხშირი მიზეზი არის ასეთ გადამეტებული ოფლიანობის პანიკური შეტევები და შფოთვები. ამ დროს გაქცევის ამ ბრძოლის რეაქცია ჩაირთვება, ადრენალინის გამუშავება, ეს ადრენალინი და ნერვული სისტემა მოკლედ როცა აქტივდება ესე დონეზე სტრესული სისტემა პირდაპირ მოქმედებს გულზე, იწვევს გულცემის აჩქარებას, იწვევს ტრემორს, კანკალს, იწვევს ოფლიანობის შეგრძნებას, სუნთქვის პრობლემებს, გულმკერდის მიდამოში შებოჭილობას, მაშინაც კი როცა ადამიანს ემართება. და აქ მთავარი ის არის, რომ ადამიანს არ აქვს სიცხე ამ დროს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ოფლიანობს ესე სიცხე არ აქვს, ეგ მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი მაჩვენებელი იმისია, რომ შფოთვა დგება ასე ეპიზოდურად, არა მუდმივად, დამოკიდებულია შფოთვით ეპიზოდებთან, სტრესთან, პანიკურ შეტევასთან და უფრო ხშირია ქალებში. ძირითადი მკურნალობა ესეთ დროს არის კოგნიტური ბიჰევიორალური მკურნალობა, ფსიქოთერაპიები, მაგრამ წამლებიდან შესაძლებელია ზოგი ანტიდეპრესანტის შველის და თან არ იწვევს ოფლიანობა, ზოგი იწვევს და ამიტომ არ არის კარგი აზრი, მაგრამ ანტიდეპრესანტები ხშირად არის ეფექტური ესეთ დროს. მეხუთე ყველაზე ხშირი მიზეზი ოფლიანობის არის ინფექციები. ინფექციები შეიძლება იყოს ხილული და უხილავი, ანუ ხილული არის, როცა უცებ გრიპი დაემართება ადამიანს და მთელი სიმპტომების ბუკეტი აქვს და ცუდად არის კუნთებით ტკივა, მაღალი სიცხე აქვს, ცხელება აქვს, ის აქვს, შემცივნება აქვს და მე ეპიზოდ ესე ციკლურად რა რაღაც დროში ერთხელ სიცხე აუწევს, მე დაუწევს, მე ოფლიანობს და ესე ძალიან ხშირია, თითქმის ყველა ადამიანს გამოუცდია და ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი. ანუ
ინფექციები არა მარტო ესეთმა ინფექციებმა, სხვანაირმა ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს ოფლიანობები, მაგალითად ტუბერკულოზმა ღამის ოფლიანობა და კიდე სხვა ვირუსებმა და არა მარტო ანუ ინფექციებისთვის მოკლედ დამახასიათებელია, როცა ორგანიზმში ანთებისთვის დამახასიათებელია ოფლიანობის ეპიზოდები. მკურნალობა დამოკიდებულია რომელი ინფექციაა, თუ გრიპი და გაციება, ჩვეულებრივ მკურნალობთ დამხმარე თერაპიით, ანუ ჰიდრატაცია, წყალს მისცემა ადამიანს საკმარისი რაოდენობით, ელექტროლიტები უნდა მიიღოს საკმარისი რაოდენობით, რომ ამ სიცხეებმა და დეჰიდრატაციამ წყლის და ელექტროლიტების გამოფიტვა არ გამოიწვიოს ორგანიზმიდან და სიცხე თუ აქვს პარაცეტამოლი ან იბუპროფენი და ასე და ვიტამინები, ვიტამინ C მაგალითად და თუთია. შემდეგი მიზეზი, რატომაც ვითარდება ეს ოფლიანობა, შეიძლება იყოს გლუკოზის დაღარნა, განსაკუთრებით ღამე, განსაკუთრებით დიაბეტიან ადამიანებში, განსაკუთრებით სხვადასხვა აქტივობების მერე, მაგალითად ფოთვის მერე ან სტრესის შემდეგ, ან სირბილის შემდეგ, ფიზიკური აქტივობის შემდეგ, მას შემდეგ რაც გამოტოვებენ საკვებს, ან ღამე ვარდება შაქარი და შაქარი რო ვარდება, შემდეგ ხდება ხოლმე ეს ოფლიანობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია, მოკლედ ეს იმ ადამიანებისთვის, ვისაც დიაბეტი აქვს და ანუ ადრენალინის გამომუშავებასთან არის პირდაპირ კავშირში, მოკლედ რა, რომ ეს დაბალი გლუკოზა ასტიმულირებს ადრენალინის გამოყოფას და ეგ იწვევს მერე აი ამ ოფლიანობას. ეგ არის აზრი მან და სხვა სიმპტომებიც აქვს, ეს ცივი ოფლი, მაგალითად კანკალი, გულისცემის აჩქარებაში, ფოთვის მსგავსი სიმპტომები და ეს და ეგეთ დროს არის ტკბილის მიღება, როცა ოღონდ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ დიაბეტი აქვს და შაქრის გამო აქვს დავარდნილი თორე ზედმეტი შაქრის მიღება არ არის სასურველი, მაგრამ ეს ეხება იმ ადამიანებს ძირითადად, ვინც დიაბეტს მკურნალობს გლუკოზის შემომცირებელი პრეპარატებით, მაგალითად ინსულინთან, სულფონურიას პრეპარატებით, რომელიც გლუკოზას ამცირებენ და შეუძლია გლუკოზის დონე დააგდონ ისე, რომ აი ეგ სიმპტომები გამოიწვიოს და მაგ დროს მკურნალობა არის გლუკოზის მიღება, ან გლუკოზის აბები, ან შეიძლება ცხელი, ან არაცხელი არ აქვს მნიშვნელობა, ტკბილის ასმელები, ძალიან მარტივად შეიწოვება, ან ხილის წვენი უბრალოდ. რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ადამიანმა გლუკოზა. დაახლოებით უნდა მიიღოს 15-20 გრამი გლუკოზა, ეგ არის და მე უნდა შეფასდეს. თუ საკმარისი არა, კიდე უნდა მიიღოს, თუმცა როგორც წესი არის ხოლმე საკმარისი. მეშვიდე, რის გამოც ადამიანები ოფლიანობენ გააჭარბებულად, ეს არის ჰიპერთიროიდიზმი, ანუ გაძლიერებული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, ხშირად ამის გამომწვევი არის გრეივსის დაავადება, უფრო ცოტა ხშირია ქალებში და აზრი ის არის, რომ როცა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ფუნქციონირება არის მომატებული, ამის საპასუხოდ უფრო აქტიურად მუშაობს ორგანიზმი, მეტაბოლიზმი ჩქარდება და ადამიანი მეტად ოფლიანობს. ეგ არის აზრი. და ეგეთ დროს ადამიანს აქვს თბილი და ტენიანი კანი, ვერ უძლებს სიცხეს, სულ ცხელა მოკლედ, გულისცემა აჩქარებული აქვს, კანკალის შეგრძნება, წონაში კლება, შფოთვა, დაღლილობა, ესეთი სიმპტომები აქვს და მკურნალობა ბეტა ბლოკერებით არის მკურნალობა, მაგალითად პროპრანოლოლით სიმპტომებს აქრობს და თუ არა და ზოგჯერ საჭირო არის ფარისებრი ჯირკვლის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება. და ბოლო არის შედარებით იშვიათი, მაგრამ აუცილებლად რომ ვიცოდეთ, ეს არის როცა ოფლიანობას იწვევს სიმსივნე. სიმსივნეს ახასიათებს ქრონიკული ანთება ორგანიზმში. ქრონიკულ ანთებას ახასიათებს ის, რომ ანთებით მედიატორები გამოიყოფა, ინტერლეიკინები და ტუმორ-ნეკროზ ფაქტორი და ეგენი იწვევს მერე ამ ოფლიანობას რა, ეგ არის აზრი, რაც ეს ციტოკინები რისეთს უკეთებს ჰიპოთალამუს ტემპერატურის ცენტრს და შედეგი არის, რომ ადამიანი ოფლიანობს განსაკუთრებით ღამის ოფლიანობა, ეს არ არის ეპიზოდური ოფლიანობა, ასველებს ყველაფერს, ტანსაცმელი და ის საწოლი და ის გამოსაცვლელი ხდება ხოლმე ესეთ დონეზე ოფლიანობს ღამე, ეგ არის მნიშვნელოვანი მახასიათებელი და ასევე და სხვა სიმპტომებიც უნდა ქონდეს ადამიანს, არ მარტო ოფლიანობა არ არის საკმარისი, როგორც წესი თუ კი სიმსივნის გამოა, სხვა სიმპტომებიც აქვს, მაგალითად წონაში კლება არ უნდა და ისე, თორე ხა თუ დიეტაზე ადამიანი ეგ არის გულისხმობა, ცხელი სიცხე ან ზოგჯერ ან მუდმივად დაბალი დონის სიცხე, 37 და 5 და ესე.
ძლიერი დაღლილობა და უმტკივნეულოდ ლიმფური ჯირკვლების გადიდება კისერში, იღლიაში ან საზარდულის მიდამოში და ზოგადად ადამიანი ამ დროს მთლიანად სრულად ოფლიანობს და არ არსებობს ერთი ტესტი, რომელთაც შეგვიძლია განსაზღვრო რა ხდება, მაგრამ სისხლის საერთო ბევრ ამას გვეუბნება მაგ დროს, ლეიკოციტების მდგომარეობას გვეუბნება, სხვა უჯრედების მდგომარეობას გვეუბნება და გვეუბნება ასევე ანთება რა დონეზეა, განსაკუთრებით ეცით უკეთდება, ეცი, ცერეაქტიული ცილა, ესენი გვეუბნება ანთებას და ანთების მარკერებიც კეთდება, ხოლო ზოგადად მეტაბოლური პროფილი უნდა შედგეს ადამიანს ნახოთ რა ხდება მის ორგანიზმში, მათ შორის გლუკოზა, ასევე ზოგადად საჭირო ხდება ხოლმე რენტგენის გადაღება ან სხვა ტესტები, შეიძლება არ იყოს სიმსივნე, მაგრამ სხვა ინფექციაზე იყოს ეჭვი და ასე. ასევე შესაძლებელია, ასევე თუ ეჭვი იქნა მიტანილი ლიმფომაზე, ლიმფომა არის ერთი ყველაზე ხშირად რომელიც სიმსივნესაც ახასიათებს ესეთი ღამის ოფლიანობები ლიმფომაა და ლიმფომაზე თუ იქნა ეჭვი მიტანილი, მაშინ ბიოფსია უნდა გაკეთდეს ლიმფური კვანძიდან, რომელიც არის გადიდებული, თუ გადიდებულია რა თქმა უნდა. და რომელზეც ეჭვი არის მიტანილი, მოკლედ მაგაზე რა. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენთ, თუ გინდათ რომ არხის განვითარებას მხარი დაუჭიროთ, ამისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაციები და მადლობელი ვარ ყველა დონაციის, ვინც აკეთებს, მნიშვნელოვანია ეს არხის განვითარებისთვის, რადგან მართლა ძალიან დიდ შრომას ვდებ თითოეული ვიდეოსთვის და ამიტომ თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, თუ შეგიძლიათ რა თქმა უნდა. თუ არ შეგიძლიათ, მეორე მხრივ მხარდაჭერა არის დაკომენტარება და ლაიქება, გაშეარება, ესეც დიდი მხარდაჭერაა თქვენი მხრიდან. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ და მადლობა რომ გაინტერესებთ.